თეოდორე გიგნაძის ეს ვიდეო მინდა გაჩვენოთ, მისი საუბარი მოგასმენინოთ და თან კომენტარებს გავაკეთებ. უსმინეთ და როგორ ეწინააღმდეგება თავისი ამ საუბარით თავისივე ორგანიზაციაში დახატულ ხატებს. მოდით, მოусმინეთ და თან კომენტარს გავაკეთებ. წარმოსახვა არ შეიძლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ლოცვის დროს არაფრის წარმოდგენა და არაფრის წარმოსახვა არ შეიძლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ნებისმიერი წარმოდგენა ღმერთისა, გინდა განკაცებული ღმერთის, გინდა ყოვლადწმინდა სამების, გინდა სასუფეველის სანახების, სულ ერთია. ნებისმიერი წარმოდგენა არის ჩვენი წარმოდგენა. და თუ ჩვენი გონება ამ წარმოდგენებს მიეჩვევა, ჩვენ ვიქნებით შემოქმედნი, რომელიც აზრით გარკვეულ პეიზაჟებს ხატავს და გარკვეულ, ესე იგი, კადრებს აცოცხლებს წარმოდგენაში. მაგრამ ამას რეალობასთან არანაირი კავშირი არ ექნება. ეს ერთი, ანუ ვიქნებით ხიბლში და მეორე საშიშროება. ეშმაკი დაინახავს რა, რომ ჩვენს ასეთ მიდრეკილებას ამგვარი ლოცვისადმი ის აუცილებლად დაგვეხმარება თავის აღებავები შეიტანოს, თავისი ბეჭედი დაასვას ამ ჩვენ წარმოდგენებს. და უბრალოდ ხიბლში კი არ იქნები, არამედ პირდაპირ წარმართავს ჩვენს გზას ჯოჯოხეთისაკენ. ინტერნეტში დებენ ხოლმე თეოდორე გიგნაძის პატარ-პატარა საუბრებს, ამონარიდებს მისი საუბრებიდან პატარ-პატარა ამონარიდებს და ერთ-ერთი ამონარიდი არის ესეც. ერთ-ერთი მოკლე ვიდეო არის ესეც. სადაც საუბრობს იმაზე, რომ ლოცვის დროს არ შეიძლება ჩვენ წარმოვიდგინოთო რაიმეო თუნდაც განკაცებული ღმერთიო. არ შეიძლება ზოგადად ლოცვის დროს რაიმე არ უნდა წარმოიდგინო და ამ დროს თეოდორე გიგნაძის ორგანიზაციას აქვს ხატები თვითონ ამ კაცსაც ახლა სადაც არის ხოლმე ხშირად ვიდეოებშიც ჩანს მამაკაცის სურათი აქვს ხოლმე და იმ სურათს ეძახიან რომ ეს ქრისტეს ხატიაო და ადამიანებსაც თავიანთ მრევლს ზუსტად ეს საპატრიარქოს ორგანიზაცია არის, რომ ამათი მღვდლები არიან ხოლმე, რომლებიც ეუბნებიან, რომ ხატებთან დადექით და ილოცეთო. და რა, ეხლა ეს მე მოვიგონე თეოდორე გიგნაძის ორგანიზაცია ასწავლის ადამიანებს, რომ ხატების წინ უნდა ილოცოთო. ხატებიც აქვთ, რომელსაც ეძახიან, რომ ეს ქრისტეს ხატიაო, ისაო და ამ დროს ამავე დროს ამ საუბარში თეოდორე გიგნაძე მოუწოდებდა ადამიანებს, რომ არ შეიძლება ლოცვის დროს რამე წარმოვიდგინოთო. ეს ხო რაღაცნაირი სასაცილოა თუ რა არის, სასაცილო რა გაგებით არის, რომ თვითონ აქვთ ეს ხატების წინ ლოცვას თვითონ ასწავლიან და გამოდის და ამბობს, რომ არ შეიძლებაო ესო. არ შეიძლებაო და როგორი წინააღმდეგობრივი ორგანიზაცია არის ეს ორგანიზაცია. ჯერ ერთი მე ბიბლიიდან ვიცი ის, რომ ქრისტეს მოციქულები და სხვა დანარჩენი ქრისტიანები მართლაც არ ლოცულობდნენ რაიმე გამოსახულებების წინაშე. არ ქონდათ მათ ეს ხატების წინაშე არ ლოცულობდნენ. ისინი პირდაპირ მიმართავდნენ ღმერთს. აგერ თვითონ უფალიც, როდესაც მამის წინაშე ლოცულობდა, მაღლა აღაპყრობდა ხოლმე თვალებს და ისე ლოცულობდა. და ამ შემთხვევაში, ეს ბიბლიაში მეფე ხიზკიას ლოცვაც არის, როდესაც იგი ავად გახდა, გადაბრუნდა კედლისკენ და ილოცა. ღმერთმა შეისმინა მისი ლოცვა. ზოგადად ახალი აღთქმის მოქმედების პერიოდში ქრისტეს მოციქულებს და სხვა დანარჩენ ქრისტიანებს ხატები არ ჰქონდათ, ხატების წინაშე არ ლოცულობდნენ. და ამ თეოდორე გიგნაძის ორგანიზაციას აქვს ეს ხატები. და გამოდის ახლა და ეუბნება მსმენელებს, რომ არ შეიძლება ლოცვის დროს რამე წარმოვიდგინოთო და მაშასადამ ესე იგი არ შეიძლება ისიც, რომ ხატის წინ დადგე და ელაპარაკო იმას, ხო?
სურათს ელაპარაკო და გეგონოს რომ აი ამ სურათზე ვინც არის დახატული აი ის გისმენს. ესე იგი ესეც ხო პირდაპირ სურათზე კონცენტრირება და იმ სურათზე რასახეც არის დახატული აი იმის უკვე მან აზრობრივ ასე შინაგანად წარმოსახვალს უკვე აღარ არის აუცილებელი, პირდაპირ დახატულია და პირდაპირ მლოცველებს წარმოუდგებათ, ხო, ეს რომ აი ამ ხატის წინაშე ლოცულობენ და ესე იგი ესეც არ შეიძლება. მე ეს ბიბლიიდან ვიცი რომ არ შეიძლება. ამ შემთხვევაში თეოდორე გიგნაძე რასაც ლაპარაკობს, სწორი არის ეს, რომ არ შეიძლება ლოცვის დროს ჩვენი რაღაცა წარმოსახვით, ფანტაზიებით წარმოვიდგინოთ, როგორია ქრისტე და ისე ვილოცოთ. როგორი შეხედულება აქვს და როგორი რანაირი არ შეიძლება. მაგრამ ამავე დროს ამათ ეს მე ვიცი ბიბლიიდან, რომ არ შეიძლება წარმოსახვით წარმოსახვა ვთქვათ აი ასე. გამოსახულებისა. თეოდორე გიგნაძეც ამას ამბობს. ეს სწორია. მაგრამ იგივე თეოდორე გიგნაძეს ხატების მეტი რა აქვს. მიდით ამასთან ტაძარში, სადაც არის და აგერ ამის უკანაც ჩანს აი ამ კარებზე დახატული ვითომ ანგელოზი. ვითომ იმიტომ რომ ამათმა რა იციან როგორია ანგელოზი და დახატეს იქ რაღაცა ფრთები და რაღაცა სამოსიაცვია ლურჯი ვთქვათ, ცისფერი თუ ლურჯი რაც არის. ხო, ამათვე აქვთ ესე იგი ეს ხატები და როგორც უნდა ისილაპარაკობენ. ხატებსაც თან ხატებს ხატავენ, ეუბნებიან ხალხს რომ ხატების წინ ილოცეთო, მე გამოდის თეოდორე გიგნაძე და ასეთ რაღაცას ამბობს. და გაიგე ახლა ამათი ის და ამ მოხდლებს ახასიათებთ რა ეგეთი რა. ხან იმასაც იძახიან, ხან ამას იძახიან. ამავე დროს თვითონ ამ ორგანიზაციაშიც არიან ისეთი მღვდლები, რომლებიც ერთმანეთსაც ეწინააღმდეგებიან და გაიგე ახლა ვის გაყვე თუ ბიბლია არ იცი. ჯერ ერთი ბიბლია ისედაც უნდა ისწავლო და იმ ბიბლიიდან გაიგებ რომ ღმერთი არ გთხოვს იმას რომ გინდა თუ არა ამა თუ იმ რელიგიურ ორგანიზაციაში მიდიო, ამან თუ იმ ჯგუფში მიდიო და თუ იქ არ მიხვალო, მე არ მიგიღებო. თუნდაც ნამდვილი ქრისტიანული ჯგუფი სადმე იყოს და მე ვიცოდე ეს და არ მივიდე მასთან, მე ამით ღმერთი არ დამსჯის და ამის გამო უარს არ მეტყვის მასთან მისვლაზე. ეს ბიბლია გვაქვს, საღვთო წერილი გვაქვს და აქედან უნდა ვისწავლოთ. თვითონმა ადამიანმა აქედან უნდა ისწავლოს, იმიტომ რომ თუ ამას არ ისწავლი, რას გაიგებ ახლა სხვა ადამიანი შენ გატყვევს თუ არ გატყვევს. ამდენი რელიგიური ორგანიზაციაა და რას გაიგებ ისინი გატყვევენ თუ არ გატყვევენ. იმთავითვე პირველ რიგში ბიბლია უნდა ისწავლოს ადამიანმა, ღვთის წერილი უნდა ისწავლო და ღმერთი რასაც გასწავლის დაუჯერო გახვემას და გადარჩები. მთელი ბიბლია მოყოლებული დაბადებიდან დამთავრებული გამოცხადების ჩათვლით უნდა წაიკითხოს და ისწავლოს ადამიანმა და იქიდან უნდა გაიგოს ღმერთი რას გვასწავლის და რას არ გვასწავლის, რას იწონებს ღმერთი, რას არ იწონებს. აი ეს არის თეოდორე გიგნაძის სახე და თეოდორე გიგნაძის ორგანიზაცია. ესე იგი ხან ასწავლიან იმას რომ ხატები უნდა იყოს, ხატებზე ეს ხატები არ უყოთო, ხატის წინაშე უნდა ილოცოთო, მოუწოდებენ ადამიანებს თავის მრევლს და მე გამოდის იგივე ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი თეოდორე გიგნაძე და ამბობს რომ ლოცვის დროს წარმოსახვით არ უნდა წარმოვისახოთო და ერთი ამ ჩანაწერს თუ მოусმენს რომელიმე საპატრიარქოს ორგანიზაციის მრევლიდან ვინც თუ მოусმენთ, აი თქვენ მითხარით, აბა გამომეხმაურეთ და მითხარით ლოცვის დროს წარმოგესახებათ თუ არა ხოლმე ის ხატები, რაც საპატრიარქოს ორგანიზაციას აქვს.
იმ ხატებზე დახატული სახეები არ წარმოგიდგებათ, როცა ლოცულობთ? ან პირდაპირ ხატის წინ რომ ლოცულობთ, ესეც ხო წარმოსახვაა, თქვენ თვითონ დაფიქრდით ამაზე და თქვენ თვითონ გაეცით ამ კითხვას პასუხი და ნაგერ თუ გამომეხმაურებით, მეც დაგინახავთ და გავარჩიოთ ერთად ეს კაცი რას ლაპარაკობს, ხო? რატომ ეწინააღმდეგება თავისივე ორგანიზაციას? მე ვიცი რომ ბიბლიაზე დაყრდნობით ეს სწორია, რაც თქვა ამ კაცმა, რომ ლოცვის დროს არ შეიძლება რამე წარმოისახო, რაიმე სურათი, რაიმე სახე, არ შეიძლება, ეს მეც ვიცი, ამანაც იცის, ხო? ესე იგი იცის. მაგრამ იმას არ უყურებს, რომ თავის ორგანიზაციაში ამდენი ხატები რო აქვს და ადამიანები ხატების წინ რო ლოცულობენ, არ უყურებს ამას. ხალხო, თქვენ მაინც უყურეთ ამას. თეოდორე გიგნაძე რას უყურებს და რას არ უყურებს, თქვენ გეუბნებით. ღმერთის წერილში ჩაიხედეთ, ღმერთისგან ისწავლეთ და დაუჯერეთ ღმერთს, გამოფხიზლდით და დაიწყებთ ჭეშმარიტების ძებნას სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებში. პირდაპირ ბიბლია ისწავლეთ და თვითონ ნაგერ ღმერთი გასწავლით. წახვალთ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებში, იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია იქნება ეს თუ სხვა ორგანიზაციები. ეს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციაც ისევე მატყუარა, თავისივე გამოშვებული ბიბლია, ახალი ქვეყნიერების თარგმანი რომ დაარქვა, ესე იგი თვითონ ის ახალი ქვეყნიერების თარგმანიც ხო დამახინჯებულია და შემდგომ ამისა თავისივე გამოცემა დაამახინჯა და უკვე დღეს ამავე დროს აი ახალი ქვეყნიერების თარგმნის გამოცემიდან გავიდა დიდი დრო და 2020 წელს გამოუშვა გადამუშავებული ვერსია, რომელიც დიდი დოზით არის დაშორებული აზრობრივად იმ ახალი ქვეყნიერების თარგმანიდანაც კი თარგმანისგან არის დიდი დოზით დაშორებული და იმთავითვე ამ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციას ბევრი არასწორი სწავლება ისედაც ჰქონდა და აქვს და თავისივე გამოცემული ახალი ქვეყნიერების თარგმანი რო უწოდა, ისიც კი დაამახინჯა და კიდევ სხვა გამოსცა, აზრობრივად დაამახინჯა და ვინც ამას არ უყურებს, ეს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის მიმდევრები თუ მომწონებლები ვინც არიან, ვინც ამას არ უყურებენ, ისინიც აი თქვენს დღეში არიან, აი თქვენს დღეში, ვინც ამ თეოდორე გიგნაძის ორგანიზაციას ესე ბრმად რომ უსმენთ და ხან იმას ამბობენ, ხან ამას ამბობენ, ზოგი მღვდელი რას ამბობს, ზოგი მღვდელი რას ამბობს და ის ეკვდებიან ადამიანები აი ამ რაღაცა გაუგებრობებში და რაღაცა იმაში, რა ილუზიებში. ხო. გისურვებთ რომ ღვთისწერილი ისწავლოთ, ღმერთს დაუჯეროთ და გისურვებთ სიცოცხლეში შესვლას, ღვთის სასუფეველში შესვლას და აქვე გეცოდინებათ რა არის ღმერთის სწავლება, თუ კი ღვთის წერილს ისწავლით და თუ კი ღმერთს დაუჯერებთ, ღმერთი თავის სასუფეველშიც შეგიყვანთ და გაცხონებთ, გაცოცხლებთ.